ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ გადაცემას ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად და ჩვენი დღევანდელი სტუმარია ბატონი ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე საქართველოში და ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეებზე საქართველოში. ლაშამ ცოტა ხნის წინ ჩაატარა კვლევა, სწორედ ამიტომ არის ის ჩვენი სტუმარი დღეს. ლაშა, მინდა კითხო იმის თაობაზე, რომ შენ საკმაოდ აქტიური ადამიანი ხარ, სტატუსითაც ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო დროს ევროკავშირიც და ნატოც მიხვდა რეალურად ჩამოყალიბდა იმ საფრთხეზე, რაც რუსული რბილი ძალისგან, მათ შორის ერთ-ერთი იარაღისგან, პროპაგანდისგან მოდის, რაც ძალიან აქტიურად იგრძნობა საქართველოში. ეს ერთი შეხედვით, რაც რიგითი მაყურებლისთვის, მსმენელისთვის და მოქალაქისთვის ჩანს, თუმცა რა აჩვენა კვლევამ, რამდენად რეალურია ეს საფრთხე? მოგესალმებით, სოფო ძალიან სასიამოვნოა თქვენს ეთერში საუბარი. კვლევა მაჩვენა ის, რომ კომპლექსურია ეს მეთოდები, რომლითაც რუსეთი ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას. კომპლექსურობაში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია როგორც ხის ძალას, ამ შემთხვევაში საქართველოს კუთხით ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის გაუთავებელი პრობლემები ამ ოკუპაციიდან გამომდინარე, როდესაც ისინი იყენებენ მეთოდებს, მაგალითად ბორდერიზაცია, პასპორტიზაცია, გადაკეტვა, ასე ხელი შეშლა ადამიანებს შორის ურთიერთობების, გატაცებები ადამიანებს, ასე შემდეგ. რაც შეეხება ხის ძალას და სპეცსამსახურები აქტიურად მონაწილეობენ. ასევე ხის ძალაში შეიძლება ითვლება, ჩავთვალოთ, შეგვიძლია განვიხილოთ, იმიტომ რომ ესე არის თეორიული თვალსაზრისით ფული, რომელიც მოძრაობს, გაუმჭირვალე ფული, ეს არ არის ზოგს გონიებს რბილი ძალა, ეს არ არის რბილი ძალა, კორუფცია, ფული, პოლიტიკური პროცესებზე ზეგავლენა აი ამ ფულის მეშვეობით, ესეც ასე ვთქვათ ხისტი ძალის ნაწილია. ასევე პროპაგანდა, რომელიც თანამედროვე, ასე ვთქვათ, შეფასებებით, მთელი მსოფლიო უკვე ამაზე საუბრობს, ეს არის ჰიბრიდული დაპირისპირების ომის, ბრძოლის, ეს როგორც გინდა დავარქვათ, ასიმეტრიული საინფორმაციო ომის, ეს ტერმინები ახლა ძალიან აქტიურად უკვე შემოდის ჩვენს ლექსიკონში, ამის ნაწილია პროპაგანდა. მართლაც ერთ-ერთი იარაღია, ასევე მინდა ხაზი გაუსვა პარტიებთან ურთიერთობებს, სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან ურთიერთობებს, ბიზნესთან ურთიერთობებს, მოკლედ ეს არის კომპლექსური გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად ჭირდება კომპლექსური პასუხი. ლაშა, მინდა კითხო ზუსტად ამ კონტექსტში, ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება იყო, უბრალოდ ანგარიში იყო ყოველწლიური, რომელიც ის ყოველწლიურად სენატს აბარებს ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი და ბევრ ქვეყანაზე იყო იქ საუბარი, მათ შორის საქართველოზე განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა ქვეყანას მოუხდეს ევროინტეგრაციაზე უარის თქმა. ანუ აქ საუბარია სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს. ეს არის ციტატა. აი, თქვენ რეალურად ნახეთ ეს ყველაფერი კვლევაში, საკმაოდ ხანგრძლივში, 1 წლის განმავლობაში იკვლევდით ამ ყველაფერს, სად ჩანს რუსული პროპაგანდა? ეს არის რუსულენოვანი არხები თუ ქართული არხები არის გამოყენებული ამისთვის? ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები, სად მოძრაობს, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი ძალით რუსული პროპაგანდა დღეს საქართველოში. იცით რა, ყველგან არის ეს ბერკეტი, ყველგან არის ეს პროცესი, დაწყებული, ასე ვთქვათ, ქართული თუ რუსული საინფორმაციო საშუალებებით,
მოდით პირდაპირ თქვათ, რომ საკითხი უფრო ფართოა ვიდრე მარტო თქვათ ტელევიზიებით, ან გაზეთებით, ან ინტერნეტით მაუწყებლობა. კიდე რა იარაღია? იარაღი არის მეორე ფული, რომელიც მუშაობს, იარაღი არის გავლენები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეხედულებები არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, ანუ იდეურად არსებობენ ესეთი ადამიანები, ძახიან რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ რუსეთთან ერთად. ეს არის ძალიან კაფეო ინტერესები, რომელზედაც თამაშობენ, რომ მაგალითად პარტიებს გარკვეულ ნაწილს აქვს ინტერესი, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი არის გვერდით და მას შეუძლია დაეხმაროს ამ საკითხში. ისინი ფლობენ გარკვეულ ინსტრუმენტებს, მე გულისხმობ რუსეთი ზოგადად, ეს ინსტრუმენტები არის მათი აგენტურა, მათი ვიმეორებ ასევე ფული, მათი ასე თქვა გავლენა, შეიარაღება და ამ შემდეგ, შეერაღო ძალები და ამ შემდეგ ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები. ისინი რუსები ვიცით, რომ ჩვენს რეგიონში ფლობენ გარკვეულ ინსტრუმენტებს, მათ შეუძლიათ ზემოქმედება ეროვნულ უმცირესობებზე. ერთ-ერთი ფრაგმენტი არის ტელევიზიები რა, როდესაც მაგალითად რუსულია, ხო, რა თქმა უნდა ისინი ამას უბრალოდ ამაგრებენ, აფორმებენ, თუმცა გინდაც დავავიწროთ საკითხი ვილაპარაკოთ პროპაგანდაზე, პროპაგანდის ნაწილებია მაგალითად გარკვეული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დადიან რეგიონებში და ეუბნებიან ხალხს, ვიცი რა, რუსული ბაზარი ან თავარი ამ დროს რო რიცხვებს შეხედო, მიხვდები რომ ესე არ არის, რიცხვებს სხვა რამეს გვეუბნება. ეუბნებიან რომ ისინი არიან ერთმორწმუნეები, რომ დასავლეთ ანტიდასავლურ პროპაგანდა არის თავარი. ციგნებს უშვებენ, ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტო მედიის კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ ეს მათი ინსტრუმენტები, ისინი ციგნებს უშვებენ, სადაც წერენ 1000 რაღაცებს, მაგალითად ის რომ თითქოს ჩვენთან ვამზადებთ ტერორისტებს დასავლური სპეცსამსახურებთან ერთად ჩვენი სპეცსამსახურები და მე ამას სხვა შორის ძალიან მაღალი დონის ჩინოვნიკები იმეორებენ, იგივე ლავროვის განცხადება რომ გავიხსენოთ. ზუსტად ეს არის ძალიან ესე თქვა სერიოზული საკითხი. ქმნიან რაღაცა კოალიციებს, რომლებიც არ ჩანან ჩვენთან კოალიციებში მეგულისხმობ რაღაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გაერთიანებებს, რომლებსაც არსენალში აქვთ ის რომ თურმე ჩვენ აქ ჩაგრავთ რუსულენოვან მოსახლეობას, ჩაგრავთ სლავებს, აგძალავთ რაღაც სიმღერებს, ცეკვებს, მათ სკოლებს ხურავთ, რაღაც ქონებებზე, რაღაც პროცესებს მართავთ და ვართმევთ და შემდეგ ესენი აგროვებენ ამ ინფორმაციას, ასევე გამოსცემენ, გადასცემენ რუსეთში, ისინი საჭირო კითხულობენ, მე ამას ასე თქვა დაბრუნებენ მედიები, ტელევიზიებით, აჩვენებენ სხვა ქვეყნებში, ჩვენ სამეზობლოში, ხა ჩვენ არ აქვს საშუალება გავცეთ პასუხი, ხარ ვის ჩაგრავენ აქ, მე ძალიან მაინტერესებს. მე მგონი არანაირად არ გძალავთ ხა რუსულ სიმღერებს და რუსულ ცეკვებს და, მაგრამ ისინი წერენ ამას, აქ ხდება ხა ყველას ხო არ აქვს საშუალება გადაამოწმოს. შესაბამისად ეს მოქმედებს ათასნაირი მექანიზმებია, თქვა იგივე ინტერნეტის საშუალებით ამას უძახიან ტროლების აქტიობებს, როდესაც სპეციალად შემოაგდებენ თემას, მერე რამდენიმე ადამიანი არის და ანგრევენ რაღაცა თემას, ქმნიან რაღაც არასერიოზულ და არასწორ ასე ვთქვათ იმიჯებს და სახეს ამ დასავლეთის თითქოს იქ აუცილებლად უნდა იყოს ეს ქესიანთა ასოციაციების ხელშეკრულებაში ვთქვათ ეგეთი რამე წერია და ასე შემდეგ მტრის ხაც მათ შორის სამეზობლოში, მათ შორის თურქეთის სახით, მათ შორის ნატოს სახით, მათ შორის ევროპელების სახით და რო ნახოთ ეს გადაცემები ძალიან საინტერესოა. მეცაც გეტყვით, ეხლა ბოლოს ისინი ასევე იყენებენ არასტანდარტულ სქემებს, ამას ქვია ასიმეტრიული საინფორმაციო ტექნოლოგიები, როდესაც თარგმნიან იმ ქვეყნების ენებზე. ამ კუთხით მიაწვდიო იმ აუდიტორიას, რომელსაც გინდა რომ გავლენა მოახდინოს. რა თქმა უნდა, აი მაგალითად, რო შეხედო ტენდენციებს რუსულ ენაზე და დაივიწყეს, ხო, თქვა ახალგაზრდებმა არციან. ნაკლებად იციან რუსულ ენა, ამიტომ მოიფიქრეს ეგეთი რამე, მაგალითად თარგმნიან ORT-ს და უნდათ ახალგაზრდა ქართველებმაც ნახონ ეს 1000 და მიიღონ ეს შხამით, ამი დოზა. ხომ? და ამისა ძალიან ხშირად საუბრობენ Russia Today-ს ფაქტორზე. Russia Today, ხო, რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნიან და ძალიან მაღალი ტექნოლოგიებით მუშაობენ, შექმნეს პრობლემები ბრიტანეთში.
შექმნეს პრობლემები გერმანიაში, შექმნეს პრობლემები სხვაგან, Russia Today, Sputnik-ი, რომელიც არის ისინი მაუწყებლობენ სხვა შორის აფხაზურ ენაზეც, ოსურ ენაზეც, იქაც ქმნიან რაღაცებს, ძალიან პროფესიულად მუშაობენ. რუსეთმა სახელმწიფო არხებისთვის ბიუჯეტში, წლევანდელ ბიუჯეტში გაითვალისწინა საკმაოდ დიდი თანხა, $1.3 მილიარდი. წარმოიდგენიათ რა ფულზეა საუბარი. აი, გარდა ამისა ისინი კიდე დებენ ძალიან დიდ ფულს, სხვა ყველაფერი შეზღუდეს, აქ დატოვეს, აქ უნდათ რომ შეინარჩუნონ, ესე იგი, ხო გაუჭირდათ ნავთობის ფასის და იმის გამო რა, ყველგან ძალიან დიდი პრობლემებია რუსეთში. შეიარაღებულ ძალებს დაუტოვეს ის მუხლი არაფერი არ შეცვალეს და ამ პროპაგანდაზე, ასე თქვა, ტოვებენ. უნდათ რომ ასე შეინარჩუნონ აი სიმაღლეები. აი ლაშა მან რომ მივიდეთ ზუსტად მაგ საკითხთან ევროკავშირმა ცალსახად ჩამოაყალიბა ეს თავის სტრუქტურაში და თქვა რომ რუსეთი პრინციპში ამას იყენებს ინფორმაციას იყენებს ასე ვთქვათ, საბრძოლო არსენალში პროპაგანდას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ამიტომ შექმნა საკუთარი ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია რუსულ პროპაგანდაზე, სხვა შორის ვებგვერდი, რომელიც შეიქმნა ევროკავშირში ამ კუთხით, რუსულ ენაზეც გაკეთდა უკვე, სწორედ იმიტომ, რომ ხმა მიაწვდინონ რუსულენოვან აუდიტორიასაც, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას ხშირად რუსული მედია usახავს მას. ანუ რუსეთი ხარჯავს ფულს ამ ყველაფერში, ევროკავშირი მიხვდა რომ ამაზე რეაგირება საჭიროა დროული. რას მიხვდა საქართველოს ხელისუფლება? აი, რა ეტაპზეა აქ ამ საკითხის ან შესწავლა, ან მასზე რეაგირება? თქვენ ალბათ ამ სფეროსაც მოიკვლევთ კვლევის დროს. ვიცით რა, მე ვერ გეტყვით რომ ევროკავშირი დროულად მიხვდა, მე ხა ცოტა კრიტიკული პოზიცია მაქვს, მე ვფიქრობ რომ საკმაოდ გვიან მიხვდნენ და დააგვიანეს, იმიტომ რომ არ ეგონათ რომ მოვლენები ასეთი ტემპით, ასეთ სიჩქარით და ესე რთულად განვითარდებოდა, განსაკუთრებით ის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, ეს არის რაღაცა ძალიან უცნაური ამოფრქვევა, ხო? ყველა ფრონტზე გააქტიურდნენ, როგორც კი დააგროვეს ფული რუსებმა, მომენტალურად დაიწყეს ეს შეტევები ყველა მიმართულებით და ეს იყო მე ვფიქრობ სიურპრიზი, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთი წლის წინ, როდესაც ესეთი შეხვედრები იმართებოდა და ქართველები, უკრაინელები, ანუ ის ხალხი, ვის კისერზეც გადაერა უბედურებამ, ლამის ყვიროდით, რომ ხალხო ესა და იქიდან იყო ესეთი ცოტა მარტივი დამოკიდებულება, მაგრამ როდესაც იქ გაივსო, დევნილები დაინახეს იქ დაემუქრა, წუთნები ჩატარდა, დაარღვია ნორვეგიის საჰაერო სივრცე, დაარღვია შვედეთის რაღაცა სივრცე, დაარღვია ბრიტანეთის, დაარღვია იქ ჩამოუგდეს თურქებმა თვითმფრინავი, იქ იმუქრება, იქ შეიყვანა ჯარები, უკრაინაში იქ წაართვა და აი ყველა ფრონტ, ყველა ხაზზე იქ ამერიკელებს ემუქრებიან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან აშკარა, ამიტომაც დაიწყო ეს პროცესი და მიხვდნენ, რომ რაღაცებია გასაკეთებელი, იმიტომ ეს პრობლემები არის სერიოზული პრობლემები. ეხლა დასავლეთი უფრო განსაკუთრებით ევროპა არის მიმართული ვინაიდან ახლა რუსეთიც იგივე კონტინენტზე არსებობს, ყოველთვის იყო მიმართული იქითკენ, რომ მოეძებნა საერთო ენა, დაერბილებინათ ურთიერთობები, იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი ამ სცენარით არ განვითარდებოდა, გახსოვთ, ჩვენ რომ გადავხედოთ ამ ისტორიას, მაგრამ განსაკუთრებით სადღაც 2007 წლიდან, აი თვისობრივად იცვლება, ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. რომ ნახოთ რა შეფასებები არის ზოგადად, რომ 2008 წელმა საქართველოში ომმა ცოტა შეცვალა დამოკიდებულებები, მალე დაეხო, ბოლომდე ვერ გამომხიზდნენ, რაღაცა ზარი დაირეკა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ასევე ბრიტანეთიდან ზოგიერთ ქვეყანა იყო, მაგრამ აქ იყო პრობლემა ის, რომ ძალიან დიდი ენერგეტიკული ინტერესები გააჩნდათ, გაზი და ასე შემდეგ, ეს არის თემა, რომელიც ძალიან მტკივნეულია დასავლეთისთვის. ამიტომაც ვერ დაინახეს ეს. დღეს სიტუაცია აშკარად სხვანაირია, სადამდე განვითარდება ეს პროცესი, ცოტა რთული სათქმელია. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ის შედეგები და ის რეაქცია რაც არის, არ არის, დღესაც არ არის ადეკვატური, მეტია საჭირო.
მეტი და მეტია საჭირო თავის დასახმარებლადაც და მეტია საჭირო ჩვენაერი ქვეყნების დასახმარებლად. ეს ევროკავშირის მხრიდან, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ვლაპარაკობ, იცით, მეტი გჭირდება, ჩვენ გჭირდება მეტი ხარდაჭერაზე გასაგებია, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, რამდენი ხედავენ ამ ქვეყნის შიგნით რაც შეეხება, მე მაპატიეთ ცოტა გადავხი, იმდა დიდი თემაა, რომ სულ მინდა რომ ბევრი ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სურათი დაიდო ამ კვლევის შედეგად. ისევე როგორც დასავლეთში მე ვფიქრობ და ჩვენთანაც მიუხედავად იმისა რომ აი და ტერიტორია ოკუპირებულია მაინც არ იყო ხედვა ბოლომდე რა პროცესი არის მომდინარე რუსეთიდან. რუსეთი ვიმეორებ მოქმედებს კომპლექსურად ყველა მიმართულებით ჩვენი რეაქცია არ არის კომპლექსური, არის ფრაგმენტული. რა თქმა უნდა, რეაქცია ოკუპაციაზე არსებობს და ეს დიდი ხანია არის, არსებობს დოკუმენტები. ხო, რაღაც ხდება და მე ამაზე რაღაცა სტრატეგიები და მიდგომები ზოგადად არსებობს, უსაფრთხოების კუთხით, თავდაცვის კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, რომლის ნაწილი დახურულია იმის საქმე, მე არ ვიცი რა დევს, მაგრამ ნუ ზოგადად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა არის. ის რაც არის ღია მე მგონია რომ არ არის. მეცაც გეტყვით საჭიროა ერთიანი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბება, რომელიც გაითვალისწინებდა ერთიანობაში ყველა პრობლემას. მათ შორის იმაზე, რასაც თქვენ ბრძანებთ. პროპაგანდა, მათ შორის რაშვებით აი ასეთ არასტანდარტულ მოქმედებებზე. როგორ პასუხობთ, როგორ გავაკონტროლებთ მაგალითად ამ არჩევნებში აუცილებლად იქნება რუსული ფული გამოჩნდება და რაშვებით ამ ვითარებაში არის თუ არა ჩვენი სისტემები მზად რომ აი ეს ფული ასე თქვა დათვალოს და დავინახოთ რა შვებით იმ სამოქალაქო საზოგადოებაზე რომელიც გაუგებრად მოქმედებს და ძალიან ბევრ რთულ ასე თქვა პრობლემას უქმნის ზოგადად სახელმწიფოს რა შვებით ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით აი ეს გაზპრომის მაგალითმა და აჩვენა რომ როგორ გაიყო ხო დავინახე რატო იმიტომ რომ არა გვაქვს პოლიტიკა არ ვიცით რა ვქნათ ასე დროს რას ნიშნავს ბალანსი ანუ თქვენი რეკომენდაცია ბატონოლაშა თქვენი ბევრი რეკომენდაცია გაქვთ მათ შორის ეხლა რაც თქვა რასაც თქვენ საუბრობთ თავარი სტრატეგიის არ მქონა და ამის ქონის აუცილებლობა ერთ-ერთი თქვენი რეკომენდაცია მე მგონი რეკომენდაციებს შორის იყო მაუწყებლობის შესახებ კანონი უნდა გამკაცრდეს ისე რომ მას არ ქონდეს ერთგვარი ხრელები რუსული პროპაგანდისთვის ასევე რუსული ფული წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით ამის კონტროლის მექანიზმიც ალბათ რა რეკომენდაციები მიეცით ხელისუფლებას ძალიან ბევრი რეკომენდაცია მივეცით ყველა მიმართულებით თავდაცვის უსაფრთხოების მე აქვე მინდა გითხრათ რომ დიდი ჯგუფი მუშაობდა ეს არ არის ერთი ადამიანის და ორი სამუშაო ბევრი მუშაობდით ყველა მიმართულებით პირველ რიგში რა თქმა უნდა მთავარი არის რომ შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია ზოგადად ამ პრობლემასთან მიმართებით იმიტომ რომ ის რაც არის ფრაგმენტული არ არის საკმარისი ჩვენ უნდა ვხედავდეთ სურათს მთლიანობაში ეს არა გვაქვს მედიებთან მიმართებით უნდა გააქტიურდეს რა თქმა უნდა განსაკუთრებით უმცირესობების მიმართულებით ძალისხმევა იქ ძალიან კონკრეტულად გვაქვს როგორ უნდა მოიქცეთ საკაბელო არხებთან დაკავშირებით კანონში რა ცვლილებები ხა ამას დეტალურად უბრალოდ დრო არ არის ამისი რომ შევეხოთ ყველა თვალსაზრისით უმცირესობები ციფრული მაუწყებლობა საკაბელო არხები ეს ყველაფერი გვიწერია რა უნდა გაკეთდეს რომელ მუხლებში რა ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი ჩვენ კანონ პროექტები არ მოგვიზადები უბრალოდ იქ ნათელი ყველაფერი იქ პირდაპირ წერია რომელ მუხლში რა უნდა გაკეთდეს თუ საჭირო გახდა არ არის პრობლემა შეგვიძლია ესეც მოვამზადოთ და ესეთ რამ ბევრჯერ გავუკეთებია რომ დავკონკრეტდეთ მედიაზე და ცალ-ცალკე მივყვეთ მე ყველა იმ რეკომენდაციას ბატონო ლაშა აი დღეს მე თავშიც გითხეთ სად არის პრობლემა ეს რუსულენოვანი არხები აწარმოებს საქართველოში პროპაგანდას თუ ქართულ არხებზეც რომელთაც არ აქვთ გაცხადებული თქვათ რუსული ფულის წარმომავლობა შესაძლოა აქაც იყოს რუსული პროპაგანდის ნიშნები თქვენ შეისწავლეთ ეს ქართულენოვანი არხები ჩვენ არა კი რა თქმა უნდა ჯერთი რუსულ არხებთან დაკავშირებით საკითხი არის მარტივი. მაგალითად, სიტყვაზე ქართული არხი ეწევა ომის პროპაგანდას. ეს არის დასჯად იქმნება, დაჯარიმდება ამ შემდეგ და უამრავი სანქცია არსებობს. თუ რუსული არხი ჩართული აქვს საკაბელო არხს და ეწევა ომის პროპაგანდას და ამას ჩვენც უყურებთ და ზუსტად იგივე მსჯელობს საქართველოში მომდინარე მოვლენებზე და ეს აშკარაა, არანაირი ბერკეტი არ არსებობს, არც ეთიკური, არც არაეთიკური, არ ჯარიმა, მარეგულირებელი, ანუ ისინი არ არიან ჩვენ სივრცეში შემოსულები.
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს რა. თუ ამ საკითხის მოგვარების ფორმულა მოიძებნა ციფრული მაუწყებლისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სახელმწიფო არხი რომელიღაცა ქვეყნის აპირებს შენთან გახსნას ასე თქვა თავისი წარმომადგენლობა, სახელმწიფოთა შორის ხელშეკრულება უნდა არსებობდეს. ახლა თუ იქ არის შესაძლებელი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დანარჩენ ნაწილშიც უნდა გავრცელდეს იგივე ასე თქვათ რეგულაციები და ცოტა უფრო ფართედაც უნდა ეს შეეხოს ტრანზიტსაც და არა მხოლოდ საკუთრების საკითხებსაც. ეს ერთი. მეორე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ქართულენოვანი არხების კონტროლს აკრა. ქართულენოვანი არხების კონტროლზე არ მაქვს მე საუბარი, მთავარია რომ იყოს უზრუნველყოფილი, უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალეობა. პრობლემა ეს არის. ეხლა მოგეხსენებათ, რატომღაც ზოგიერთმა არხმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში და ეს ნორმა, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხით ავალდებულებდა მედიას, რომ გამჭვირვალე ქონოდა ფინანსები, სასამართლომ გაჭედა ეს ნორმა და ჯერჯერობით მარეგულირებელს არ აქვს არანაირი ინფორმაცია რა ხდება და საზოგადოება რაც თავარი არ იცის აი ამ ფულის წარმომავლობის თაობაზე. ფულს რაც შეეხება, ასევე ძალიან საინტერესოა ფონდები, რომლებიც რუსული ფონდები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ისინიც ეწევიან პროპაგანდისტულ საქმიანობას. რამდენიმე ფონდია და აი რომ აიღოთ მაგალითად ამერიკული ფონდი, გერმანული ფონდი და რუსული ფონდი. ამერიკული ფონდში რო შეხვალთ USAID რაში როგორ რატომ ხარჯავს ფულს, რა მიმართული ყველაფერი ღია, შედით აბა რუსულ ფონდებში. თუ თქვენ სადმე ნახავთ ერთ თეთრი მაინც სადმე თუ ან რომელი ორგანიზაციები მონაწილეობენ პროექტში, რა პრინციპით არჩევენ, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რამდენ ფულს ხარჯავენ, ვერაფერს ვერ ნახავთ. მე მგონია რომ აქაც არის საკანონმდებლო რეგულაცია საჭირო იმისათვის რომ გამჭვირვალე იყოს და ფონდებმა გამოაქვეყნონ ისევე როგორც აქვეყნებენ გერმანიაში, როგორც აქვეყნებენ ამერიკაში, როგორც აქვეყნებენ ბრიტანეთში, სახელმწიფო განსაკუთრებით ფონდებმა გამოაქვეყნონ ანგარიშები. მე მგონი აქ პრობლემა არ იქნება დასავლურ ფონდებთან, პრობლემა გვაქვს რუსულ ფონდებთან. რატომ მალავენ? სხვა შე ძალიან საინტერესო რამ აჩვენა ამ კვლევამ რუსეთის საელჩო, რომელიც ეგრეთ წოდებულია, ეს არის პრინციპში წარმომადგენლობა შვეიცარიის ასე თქვათ კოლგით, ისინი რაღაცაზე ლაპარაკობენ ამ ხალხთან, ამის უფლება აქვთ, არ აქვს შვეიცარიის საელჩო მიცის ამის შესახებ, არის ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს, რას აკეთებენ, მართავენ ამ პროცესებს, როგორი როლი აქვთ მათ. იქ რაღაც ცვლილებები ხდება, ანუ რა ბერკეტებს იყენებს, ხო, აქ არსებული ასე თქვა წარმომადგენლობა, ესეც კითხვაა. მე უყურებ ესე, ორი გზა გვაქვს ჩვენ. ან ერთი გზა მედიებთან მიმართებით, მე რუსულზე ვამბობ და ქართულზეც გეტყვით უბრალოდ ფინანსების გამჭვირვალობაზე ეს აუცილებლად მე ახლა იქ არ ვამბობ რომ ჩავერიოთ კონტექსტში ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს უბრალოდ რუსულსაც შეეხება როდესაც შენ გაქვს ასე ოკუპირებული ტერიტორიები ცოტა სხვანაირად ახლა უნდა ვილაპარაკოთ და ის მსჯელობა რომ ხა ORT არის თუმე მე საერთოდ არ მიმაჩნია გუცვლად გეტყვით ასეთი ტიპის მედია სახელმწიფო რო ეს არის რაღაცა დემოკრატიული ინსტრუმენტი და ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა შევხედოთ. ეს არის ომის იარაღი. რა თქმა უნდა, იცით რა არის? ხა მოდი შევხედოთ რა ქნეს რუსებმა. რა რუსებმა აკრძალავს აქ ტერიტორიაზე ვერ მაუწყებლობს BBC, Deutsche Welle, თავიდან შეზღუდეს CNN-ი, მერე დიდი დავით არაბით ისქნეს. მაგალითად რუსებმა მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება 20%-ზე მეტი კონდეთ უცხოელებს წილი. იქ მიიღეს კანონი, რომ თუ ორმაგი არა ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ომობს და ამას იყენებს როგორც იარაღს. ხო, როდესაც ადამიანი შენთან მოდის თოფით, შენ იმას უნდა დახვდე ყვავილებით. ანუ ხო, აი ეს ლოგიკაა. ამიტომ ჩვენ უნდა სხვანაირი ტაქტიკა შევიმუშავოთ. დარწმუნებული ვარ, რომ აქეთკენ წავა ეს ყველაფერი. როდესაც კიბერ უსაფრთხოების პრობლემები გაქვს და კიდე მილიონი სხვა პრობლემა გაქვს, ჩვენ რა უნდა ვქნათ ასე დროს? რა უყუროთ როგორ შეგვჭამენ? სოზარ სუბარს უთქვამს დღეს მთავრობის ხდომის შემდეგ, რომ მთავრობა მუშაობს საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხზე, განიხილავსო ამ საკითხსო, დაზვერვის ხელმძღვანელის, ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელის კითხვაზე პასუხად. ანუ დაიწყო თქვენი აზრით ხელისუფლებამ ფიქრი იმაზე, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან აქტიურია მხარეში. საუბარია იმაზე, რომ რუსულენოვან მოსახლეობას, ანუ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვერ საუბრობენ მაღალ დონეზე ქართულად არ ესმით ეს
სენა, მათ რომ კონდეთ ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება. ეგ ძალიან სერიოზული საკითხია, ძალიან სამწუხარო ჩვენ იმის მაგალითად გარდა გვექნა რაც ქონდა გახსოვთ ალბათ პიკი რომელიც მესამე არხი იყო საზოგადოებრივ წყებს შეგვეცვალა თუ რამე არ მოგწონდა რა თქმა უნდა იქ ის იმას ჭირდებოდა ტრანსფორმაცია დავხურეთ. ეს გავს დაახლოებით იგივეს რაც გააკეთა წინა ხელისუფლება, როცა დახურა ერგნეთის ბაზრობა, იმის მაგალითად შეეცვალათ და როგორ დავკარგეთ უამრავი შესაძლებლობები, ხომ? შეიძლებოდა იმის გაკეთება, ანუ პიკის გარდაქმნაც შეიძლებოდა, ძალიან დიდი ხანი ვუნდებით და ეს ხელისუფლება სწორია, როდესაც ამბობს რომ უნდა ფიქრობენ და კარგია თუ ამას გააკეთებენ, უბრალოდ დრო მიდის. და დრო მიდის ძალიან სწრაფად და კარგავთ. აი მარტივ მაგალითს გეტყვით უმცირესობებთან დაკავშირებით. სიტყვაზე ახალქალაქი მარნეული რო ავიღოთ, ყველაზე მეც უყურებენ, არ უყურებენ ქართულ არხებს. მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალქალაქში უყურებს 4%. ამდენს ხარჯავთ 40 მილიონზე მეც, ხომ? მარნეულშიც დაახლოებით 4.რაღაც% უყურებს. იქ უყურებენ რუსულ არხებს 50%-ზე ზემოთ არის რუსული, სომხური არხები, იქითკენ რუსული, აზერბაიჯანული, თურქული არხები. ანუ ეს ხალხი იგივეა უმცირესობრივ დასახლებული რაიონები რო ავიღოთ, ხო? ეს ხალხი ცხოვრობს სხვა საინფორმაციო სივრცეში. ადგილობრივ ტელევიზიას ერთ-ერთ ქალაქში ჩართული აქვს რენტივი. ეს რენტივი არის ყველაზე წარმოუდგენელი აგრესია ხა უბრალოდ ხანდახან რომ გამოფხიზდე ხოლმე ჩართავ და ხანდახან ამას უყურებ ხოლმე ახლა პროფესიულად მაინტერესებს მე მართალი გითხრათ როგორ ალაგებენ შეიძლება ნორმალური ადამიანი გაგაგიჟონ რა ისე ხუმრობს ხადე თუმცა წარმოუდგენელი მექანიზმები და ესე იგი ტექნოლოგიებს იყენებენ ჩართული ხალხი უყურებს ეხლა როგორ გონიათ შეიძლება საქართველოში არსებობდეს ორი საინფორმაციო სივრცე ქართველებისთვის ცალკე და იმ ხალხისთვის ცალკე ეს ხო ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანები უყურებენ კრემლის და იქ რა ქვია რუსული FSB-ს და რუსული KGB-ს თუ რა ქვია იმისი თვალით უყურებენ საქართველოში რა პროცესები მიმდინარეობს ესენი ჩვენი მოქალაქეები არის ესენი ჩვენი სისხლი და ხორცი როგორ შეიძლება რომ ჩვენ მიუშვით ამდენი ხანი და ეს თელი თაობები იზრდება ამ საწამლავზე და არაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის რომ მეც მარტო სხვა შორის რუსული არხი თუ გაკეთდება და იქ შეიტან სხვა შორის ეგეც პრობლემა ტექნოლოგიურად როგორ უნდა გააკეთო იმიტომ რომ იმათ ესე მარტივად ვერ შემოაბრუნებ იქ მაგ თავიანთ თეფშები აქვთ ხა შენ როგორ შეიტან შიგნეს სხვა თემა მაგრამ მარტო ეს არ უშველის ამას ჭირდება როგორც ზოგადად ისე იმ რეგიონებშიც კომპლექსური გეგმები განათლებაში სოციალურ სფეროში და კიდე სხვადასხვა სფეროში იმისათვის რომ ჩვენ პროცესი მოვატრიალოთ საქართველოს სახელმწიფო სასარგებლოდ. ბატონულაშა არ შემიძლია არ კითხოთ ბოლოს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პარტიებზე თქვენ თქვით რომ არ გამოგივლენიათ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები რომლებიც ასე ვთქვათ ღიად რუსულ პროპაგანდას ეწევიან შესაძლოა იყოს რუსული ფულით დაფინანსებული პარტია მაგრამ ის სულაც არ მოუწოდებდეს საზოგადოებას რომ გახდეს იგივე ევრაზიული კავშირის წევრი. აი ამ კუთხით მით უმეტეს 2016 წლის არჩევნები ყველა ამბობს რომ იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი საქართველოში ზუსტად ამ კუთხით დასავლეთი თუ რუსეთი ასე არ დგას ალბათ 50-50-ზე საკითხი მაგრამ შესაძლოაო არის ექსპერტთა ასეთი ვარაუდები რომ რუსეთის მიერ დაფინანსებული პარტიები გარკვეულწილად მოხვდესო ამ საპარლამენტო არჩევნებში რამდენად ხედავთ ამ რისკს რუსული ფული პოლიტიკაში ამას რამდენად ხედავთ ამ რისკს? მე ვხედავ რომ რუსული ფული შეიძლება იყოს პოლიტიკაში, მე ვხედავ რომ რუსული დღის წესრიგი შეიძლება იყოს პოლიტიკაში, მე პოლიტიკაში გულისხმობ ფორმალურ ხაზს, ანუ პლაცდარმს პარლამენტში. იცით რა იმდენად მტკივნეულია საქართველოსთვის ეს საკითხები, ტერიტორიული საკითხები, რომ მოგვაგლიჯეს, ამოგვაგლიჯეს გული და ამ შემდეგ, როცა აფხაზეთი და ეხლა იცით ხო კიდე რა ხდება მცხინვალთან დაკავშირებით, ну რაღაცა ნელ-ნელა ცდილობენ რომ წაგულიტონ ეს, იმდენად მტკივნეულია ეს თემები სოფო რომ ქართველები ასე ადვილად ამას არ გადაყლაპავენ, რაც არ უნდა ვიღაცებმა თქვან რომ იცი რა მოდი ამ ეს ესეთი მარტივი საკითხი არის, ძალიან კარგად იცის ყველა. ამიტომ
ესე ღიათ ლაპარაკი, რომ ვიცი რა მე მინდა, რა ეს ზართული იქნება დღეს საქართველოში, რომ არის ახლა გავქამდე და ეს ზართული. ამიტომ აქცენტი კეთდება დასავლეთის წინააღმდეგ პროპაგანდაზე, რომ ის ცუდია, ხო? ანუ ჩემთვის მაგალითად საკითხო არც არის, რომ ქართველები არიან ევროპის ნაწილი, ეს არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ დასავლეთი ვართ. ჩვენი ადგილი, იმიტომ კი არა ვიღაცას ვეკედლებით, ანუ ჩვენ ვართ რაღაც ღარიბი ნათესავები, ჩვენ ვართ ევროპა, ევროპის ნაწილი, ჩვენ გვინდა ჩვენ სახში ყოფნა რა. ამაში გვიშლიან ხელს, თორე მე და როდესაც ზოგადად ესე იგი ეს რომ მე ძალიან არ მომწონს იდეები, რომ ნეიტრალურები, რას ნიშნავს მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო, ეს ჩემი ნაწილია. ბევრ შეიძლება ევროპაში ეს არ ესმის, იმიტომ ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით ამოგლეჯილები რუსეთის იმპერიაში და ეს დავი არიციან შეიძლება, მაგრამ ეს არ შეიძლება საკუთარი ძმას არ იცნობდე და მე გაიცნო 40 წლის რო გახდი, ხო? ეგეთებიც ხდება. ეს ხო არ ნიშნავს, რომ შენ ძმა არ არის, ხო? ამიტომ ჩვენ პროცესი გვაქვს რთული და ანტიდასავლურობა არ არის კარგი. და ანტიდასავლურობა და ლაპარაკი რაღაცა ზღაპრების, რომ დასავლეთი თურმე არის გარყვნილების ბუდე და ასე შემდეგ, ეს არ არის სწორი და კარგი, ეს არ წაადგება ჩვენს მომავალს. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ განსხვავებულები, ისე როგორც თვითონ ევროპაში არის განსხვავებული ქვეყნები, განსხვავებული ერები, მაგრამ ჩვენ ვართ იმათი ნაწილი და სულ არ არის აუცილებელი სხვათა შორის ის რაც არ არის კარგი, მაინდა-მაინც ახლა აქ მოვახდინოთ, რა თქმა უნდა, ყველა სივრცეში არის კარგი და ყველა სივრცეში არის ცუდი. ჩვენ ცუდი არ გვინდა. ის რაც შეიძლება არ მომწონს, ეს მე არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც მივიღოთ ახლა რაღაცა და ავაკანონოთ რაღაცები, რომელიღაცა ქვეყანამ დააკანონა. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ აქვს რა. ეს პლაცდარმი მე არ მომწონს ეს იდეა, სოფო და ძალიან მაშფოთებს და ძალიან მაშინებს, რომ ჩვენ ამას მარტივად უყურებთ. იმიტომ რომ როდესაც ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამ წინ, რომელიც და იმ ნაბიჯი წინ ბჭყალებში ცხადია, რომელიც არის რუსეთისთვის მისაღები და მოსაგები, აი ერთ ნაბიჯს შეიძლება მოხდეს მეორე ნაბიჯი. ამიტომ ჯობია რომ კარგად დავფიქრდეთ ამაზე ყველაფერს. და ვიარო წინ დასავლეთისკენ. დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ. დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემიის თბილისის დირექტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე და ჩვენ ვსაუბრობდით რუსეთის ხის და რბილი ძალის საფრთხეებზე საქართველოში. დიდი მადლობა, ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა. ევროპა, სოფო ზურაბიანთან ერთად.